მათე სახარების 22 თავში 29-33 მუხლებში იესო ამბობს: ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა. რადგან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომაზე, ნუ თუ არ წაგიკითხავთ ღმერთისაგან თქვენთვის თქმული: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლების და ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება. სადუკეულებთან საუბრისას უფალმა იესომ გამოგვიცხადა, რა არის ადამიანთა ცდობილების ორი უმთავრესი მიზეზი. ჯერ ერთი ის, რომ ადამიანები ეყრდნობიან საკუთარ გადმოცემებს, ისტორიებს, ლეგენდებს, ნაცვლად იმისა, რომ შეისწავლონ წმინდა წერილი, რომელიც წარმოადგენს ღმერთის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ღმერთის სიტყვას და თავად ღმერთს და მეორე ის, რომ როდესაც რაღაცა სიტუაციის შეფასებას ვცდილობთ, როდესაც რაღაცის გამოანგარიშებას ვცდილობთ, ხშირად ადამიანები ვეყრდნობით ხოლმე ჩვეულებრივ ფიზიკურ კანონებს, ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს და გვავიწყდება, რომ ღმერთის ძალა გაცილებით აღმატებულია. ღმერთის ძალა შეუზღუდავია და უკიდეგანოა ადამიანური შესაძლებლობების ფონზე. და თუ ჩვენ მხოლოდ ადამიანური ძალებით შევეცდებით გავიგოთ, როგორ აღადგენს ღმერთი მკვდრებს, როგორ კურნავს უიმედო ავადმყოფებს, როგორ უხელს თვალებს ბრმებს, მაშინ ჩვენ რწმენას დავკარგავთ, რადგან ეს განეკუთვნება ზებუნებრივის სფეროს. ამიტომ ორი რამ მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც არ შევცდეთ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე კრიტიკულ სიტუაციებში. ჯერ ერთი ის, რომ ჩვენი შთაგონების წყარო უნდა იყოს წმინდა წერილი, რომელიც არის ბიბლია, შთაგონებული ღმერთის სულით, უტყუარი საყრდენი და მეორე ის, რომ რაც არ უნდა შეუძლებლად გვეჩვენებოდეს, ესა თუ ის მოვლენა, ამა თუ იმ სიტუაციაში უნდა გვახსოვდეს, ღმერთის ძალა ყოველთვის აღემატება ადამიანების ფანტაზიასა და შესაძლებლობებს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ და უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ღმერთი შეძლებს.